სოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვას ბევრი ელოდა, რადგან მასში დონალდ ტრამპის საპასუხო გზავნილებს ელოდნენ. საქმე ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონის მიერ მიწერილი პირადი წერილი გაასაჯაროვა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი გრენლანდიასთან დაკავშირებით თეთრი სახლის პოლიტიკის მიმართ დაბნეულობას გამოხატავდა და თემის დასამუშავებლად სთავაზობდა ამერიკელ კოლეგას დიდი შვიდეულის შეხვედრის მოწყობას პარიზში. ემანუელ მაკრონი დავოსში პუბლიკასთან კვლავ მზის სათვალეებით გამოჩნდა. მან დაგმო ის, რასაც წესების გარეშე მოქმედი სამყარო უწოდა. თავისი გზავნილებით დონალდ ტრამპისთვის მართალია პირდაპირ არ უპასუხია, თუმცა საკითხისთვის გვერდი არაუვლია. მისივე თქმით, ახლა არა ახალი იმპერიალიზმის ან კოლონიალიზმის, არამედ თანამშრომლობის დროა გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. Europe has very strong tools now. ევროპას აქვს ძალიან ძლიერი ხელსაწყოები და ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ, როდესაც პატივს არ გვცემენ, როდესაც სხვათა შორის პატივს არ სცემენ თამაშის წესებს. ზეწოლის წინააღმდეგი მექანიზმები ძლიერი ინსტრუმენტია და არ უნდა დავყრდნით მის გამოყენებაში, დღევანდელ რთულ გარემოში. ჩვენ გვჭირდება ზრდა და მეტი სტაბილურობა. ამასთან გეტყვით, რომ ჩვენ ევროპაში ჩაგვას პატივისცემას ვამჯობინებთ. შეთქმულებებს მეცნიერებას, სისასტიკეს კი კანონის უზენაესობას. თქვენ ევროპაში გულითადად მიიღებენ, გულითადზე მეტად დაგხვდებიან საფრანგეთში. But we do prefer respect to bullies, we do prefer science to plotism, and we do prefer rule of law to brutality. You're welcome in Europe and you are more than welcome to France. ამის ფონზე უკრაინის პრეზიდენტი შეწუხებულია იმით, რომ გრენლანდიის ირგვლივ დაწყებულმა დავამ შესაძლოა უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომიდან ყურადღება გადაიტანოს. ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს ვაშინგტონს გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა ევროპასთან ერთად.